გამარჯობა ჩემო ძვირფასებო, მე ვარ ნათია შაი, ეხლა ვიღებ ცისფერი ჩიტის ლენორმანს და ვშლი ძალიან საინტერესო გაშლა მე მგონი, ეს არის რა ხდება მის თავს, ვინც მომყარა სიყვარული. ალბათ ყველას არა, მაგრამ ბევრს ქონია ესეთი ისტორია, რომ იყო შეყვარებული, იყო ურთიერთობაში და ვიღაცა მოიპარა მათი სიყვარული, ვიღაცამ წაიყვანა მათი პარტნიორი და დიდ გივილი მოგაყენოთ. ნახოთ რა ხდება მათ თავს. ახლა გაკეთეთ. ზერის მიმართვა ამ ტაროსკენ. გაიხსენეთ თქვენი სიტუაცია, თქვენი ამბავი, გამოიწერეთ არხი და მომყევით მე. მე ცხადია მომყვები ამბავს და თუ ეს ამბავი არის თქვენი ამბავი, ამოიცანით თქვენი ისტორია, ეს გაშლა ნამდვილად თქვენი. თუ იგრძენით კავშირი ამ ისტორიასთან, ამ გაშლასთან, ცხადია ეს გაშლა თქვენთვის არის. საერთოდ გაშლებს არ აქვს ვადები, ზოგს გონია რომ მხოლოდ ახალი გაშლები მუშაობს, არა ჩემო ძვირფასებო, გაშლებს არ აქვს ვადები, პირიქით, რაც ძველია ვიდეო. მეტ ენერგია შეიცავს და საერთოდ ის ვიდეო, რომელიც ვარდება თქვენთან, რომელიც გეძახით, რომ გახსენე და ვნახე, როდესაც ჩართა ვიდეოს და ვერ აცილებ თვალს, ვერ წვეტავ. თვალს ეს ვიდეო შენია და სამყარომ გამოგიგზავნა, რომ იმ მომენტისთვის, იმ დროისთვის გენახა ეს ვიდეო. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს ვიდეო არის ისტორიაზე, როდესაც თქვენ მოგყარეს თქვენი სიყვარული და ვნახოთ ახლა რა ხდება ამ ადამიანების თავს მრავალი წლების შემდეგ. რა მოუვიდათ იმ ადამიანებს, შედგა თუ არა მათი ურთიერთობა, არიან თუ არა კიდევ ერთად და ასე შემდეგ. ბევრ კითხვას გავცეთ პასუხი. კითხვას გავცეთ პასუხი. ესე გაიშალა ეს ინფორმაცია, ეს ამბავი, რომ ამ ამბავში, ნახეთ, დაგვრჩა მამაკაცის არკანი, გაუშლელი. ანუ ნახეთ, ცხადია ამოვიდოდა სასიყვარულო სამკუთხედი, იმიტომ რომ სამკუთხედიც აღარ არის, იმიტომ რომ დასრულებულია ეს ამბავი, მაგრამ ისტორიაში ფიგურირებს ორი ქალი და ერთი კაცი. ეს არის ამბავი, როდესაც ქალს და მამაკაცს უყვარდათ ერთმანეთი და სხვა ქალმა წაიღო ეს სიყვარული. წაიყვანა ეს მამაკაცი. და არა, მაგალითად, ორ კაცს უყვარდა ერთი ქალი და ერთმა კაცმა წაიყვანა ეს ქალი. არა. ეს არის ქალებისთვის ეს ვიდეო, ესე გაიშალა, რომ ქალსაც სხვა ქალმა წაართვა სიყვარული. მაშასე დავიწყოთ ახლა გაშლა. ანუ გაშლა არის ქალბატონებისთვის, როგორც აღვნიშნე და ვნახოთ. ნახოთ რა ხდება. მინდა დაგანახოთ, რომ აი ამ წუთისთვის, აი ეს წვილი ამ წუთისთვის არიან ერთად, აი ამ წუთისთვის და აი თქვენ სათხართ. ეს არის თქვენი აღნიშნული არკანი. თქვენზე რაც შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო თქვენთვის ძალიან ღრმა სიყვარული, ძალიან ძლიერი სიყვარული, ეს ისტორია თქვენ თელს ცხოვრებას გასდევს, ასე ვთქვათ. არასოდეს არ გავიწყდებათ, ვერ დაივიწყებთ ამას. არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ცხოვრება შეწყვიტეთ, არ გააგრძელოთ, კიდე გლოვთ ამ ამბავს, არა ჩემო ძვირფასებო, ბევრი ამბავი მოხდა ამ ყველაფრის შემდეგ თქვენს თავს, მაგრამ როგორც ისტორია დარჩა თქვენს ცხოვრებაში.
წარმოიდგინეთ, აი ხე ხართ თქვენ და ფესვები არის მნიშვნელოვანი ფაქტები თქვენს ცხოვრებაში, რომელიც არასოდეს არ დაგავიწყდებათ და თქვენს პიროვნებას შეადგენს, თქვენი პიროვნების ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიიღო ამ ფესვებმა და ერთ-ერთი ძირითადი ფესვი არის ეს ამბავი. მაჩვენებს, რომ თქვენი არ ვიცი, ეს არის სწავლა, ეს არის კარიერა და საბოლოო ჯამში სწავლა კარიერისკენ მიდის ძალიან ზენიტში, თქვენ შემდგარი ხალი ხართ, კარგი პროფესიონალად ჩამოყალიბდით და ესე ვთქვათ, დამოუკიდებელ ენერგიებს ვხედავ თქვენთან. რაც შეეხება თქვენს პირადს, ვხედავ, რომ ყავთ ოჯახი, თავის ტკივილებით, სიამოვნებებით, თავგადასავლებით, მოკეთ გაქვთ ოჯახი. ეს არის თქვენზე ინფორმაცია. ეხლა კი ნახოთ რა ხდება. თქვენ არ ვიცი, უკვე იყავით დაქორწინებული, უკვე წარსულსხვები მე ისტორიას, ან უკვე უნდა დაქორწინებული ყავით. იმდენად ღრმა იყო ეს სიყვარული, გეგმავდით შვილების ყოლას, ერთად ცხოვრებას, ან იყავით უკვე ამ სიტუაციაში, გადადგით ეს ნაბიჯი და კი ბატონო, აი ეს ქალბატონი მოდის და დიდ ჯვარს ასვავს ამ ყველაფერს. აჩერებს, ანადგურებს და ანგრევს ამ თქვენს ოცნებებს, ფიქრებს. ამ ყველაფერს ვხედავ, რომ თქვენი ბედნიერება, აი ნახეთ როგორი სიყვარული იყო, ეს არ იყო ურთიერთობა, აი გოგო და ბიჭი რო შეხვდებიან ერთმანეთს და ვირა კაი გოგოა, ვირა კაი ბიჭია, აი ჰორმონები დაიწყებს რაღაცა ფეთქვას და რაღაცა და აი რაღაცა ესეთი სიყვარული არ იყო. ეს იყო რაღაცა ძალიან რომანტიული სიყვარული, ლამაზი, როდესაც თქვენ შინაგან სამყაროს ალამაზებდა, აი აფერადებდა პეპლები, ყვავილები, აი რაღაცნაირი განცდები, სიღრმისეული განცდები, რას მაჩვენებს ეს ყველაფერი, რომ ეს იყო ძალიან დიდი სიყვარული და თქვენ გქონდათ აი ესეთი ისტორია, რომ რაღაცა პერიოდი თქვენი ურთიერთობის თქვენ ფიზიკურად იყავით ერთმანეთისგან შორს. არ ვიცი, ამის მიზეზი შეიძლება იყო შორს ყოფნა, ხო, სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ქალაქში ყოფნა, სხვა რაღაცები შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ თქვენ იყავით ფიზიკურად შორს და აი ჩანს, რომ თქვენ ხშირად წერდით ერთმანეთს. აი ეს მიწერ-მოწერა იყო ერთმანეთის მიმართ, ესე იყო კომუნიკაცია რაღაც პერიოდში. მაგრამ როგორც თქვი, გამოჩნდა ეს ქალბატონი და ეს თქვენი რომანტიკა, ეს თქვენი რაღაც საოცრება წაიღო მან თან. წაიღო. რა ხდება ჩემო კარგებო? ხდება ის, რომ ახლა მოდის გველის წელიწადი და გველის ეშინია ყველას, ხო? ნუ ყველას არ არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან მეგობრობენ, მაგრამ ნუ ესე ვთქვათ, ძირითადად გველი აღიქმება ძალიან საშიშ არსებად, მაგრამ გველს აქვს ერთი ძალიან საინტერესო თვისება ჩემო მაყურებლებო. გველმა იცის საოცარი სიყვარული. და თუ ვინმე შეიყვანა, ადამიანის შეყვარება იცის გველმა, თუ ვინმე შეიყვარა, ძალიან დიდ ცოლად ექცევა ამ ადამიანს ეს გველი. და თუ ვინმე ნახე ამ მის სიყვარულის ობიექტს დაიმუქრა, რამე დაუშავა მტერს, ხო, ისეთ მტრად გადაექცევა. და მოდის გველის წელიწადი, რომელიც ეს წელიწადი, ასე ვთქვათ, თქვენდამი არის აი ძალიან მეგობრულად განწყობილი, ძალიან დიდ სიყვარულს გამოხატავს და მეორე სიტყვებით რომ ვთქვათ, ესა თქვენთვის კარმული წელიწადი მოდის და თქვენ ვინც ცუდად მოგექცათ, თქვენ ვინც რამე დაგიშავათ, ვინც არასწორად უსამართლოდ მოგექცათ, ეს წელიწადი მოექცევა მათ კარმულად, ანუ ზღვავს ამას, ანუ უკან მოუბრუნება ეს ყველაფერი, დაისჯება ამისათვის. ადამიანურ ენაზე როგორც გინდათ ისე თქვით, მაგრამ თქვენთან არასწორი ქცევისთვის მიიღებს პასუხს, აი ეს წელიწადი არის ესეთი თქვენთვის. ყველა მიიღებს პასუხს, მაგრამ ეხლა ვნახოთ ამ კონკრეტულ სიტუაციაში რა ხდება.
მეუნება არკანები, რომ აი ეს თქვენი სიყვარული, ეს თქვენი ამბავი, ეს თქვენი განცდები, თქვენი ნახეთ სუფთა მიდგომა, თქვენი გულწრფელობა, თქვენი სისადავე, თქვენი აი აბსოლუტურად გახსნილი გული სამყარო მიიღო და ჩაიწერა ეს ინფორმაცია. და დაინახა, აი ესე არის წასული, რომ თქვენ იყავით ამ ურთიერთობაში ძალიან აი წმინდა სუფთა მართალი და ძლიერი იყო ეს სიყვარული, ისეთი ძლიერი იყო, რომ აი ეს არის ეს მიიღო ეს ინფორმაცია სამყარომ და აი ამ სილამაზის ასე ვთქვათ, ამ სილამაზის დანგრევისთვის რაღაც მოხდება. და ნახოთ რა ხდება, აგერ ჩემო ძვირფასებო, მაჩვენებს გველის წელიწადს და მოდი ჯერ ვთქვათ რა ხდება მამაკაცთან თუ მამაკაცში, ან რას გულისხმობ მამაკაცში, ცხადია გულისხმობ მის სულიერ სამყაროს. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ რთულად გრძნობს თავს, საკმაოდ მძიმედ გრძნობს თავს და დიდ დეპრესიას ვხედავ. ან ნერვიულ აშლილობას. აი რაღაცა ამათ შორის არის თუ ამათ ზღვარზეა თუ ამ ორიდან ერთ-ერთი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში არის. არის ძალიან გაღიზიანებული, ხშირად ჩხუბობს ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან. მე არ ვამბობ, რომ ექცევა ყება მიდის და რაღაცა, მაგრამ არის საკმაოდ გაღიზიანებული და შეიძლება უმიზეზოდ რაღაცა უხეში თქვას, დაიყვიროს, შეიგინოს და ასე შემდეგ. ანუ ამ ემოციებს ვერ მართავს. აქვს ეს ასე ვთქვათ უხეში გამოვლინებები განსაკუთრებით ამ ქალის მიმართ. ოჯახი შეიქმნა, მე მინდა ვთქვა, რომ აქ ჩანს, რომ მათ შექმნეს ოჯახი, ესენი ერთ ოჯახად არიან და ვიტყვი, რომ ამ ცოლის მიმართ, აი საკმაოდ უხეში დამოკიდებულება აქვს და ემოციური თუ სექსუალური ურთიერთობა არის საკმაოდ ესეთი ჩაკეტილი. როგორ რა ვთქვა, იცით? კი, არის ეს ურთიერთობები ყველაფერი, მაგრამ ეს არის რაღაცა რა, აი მექანიკური, არაგრძნობებისმიერი. მათ შორის ჩანს ბავშვი ან ბავშვები, ანუ მათ ყავთ ბავშვი ან ბავშვები. ნამდვილად. და აქ ჩანს ძალიან საინტერესო რამ. მე ვთქვი, როცა ვშლიდი, რომ თქვენ ბევრ საუბრობდით თქვენს მაშინდელ შეყვარებულთან, მომავალზე, შვილებზე და ეს ყველაფერი არასრულდა, არ დამთავრდა, მაგრამ აქ ჩანს გადაჭრილი ენერგია. ჩემო მაყურებლებო, შეიძლება იყოს ესეთი გამოვლინება, რატო ამბობ შეიძლება? იმიტომ რომ ეს არის საჯარო გაშლა და მე ვერ ვიტყვი ესე დაწვრილებით ინფორმაციას ინდივიდუალურად. ბევრთან ეს იქნება ასე. შეიძლება თქვენც ყავთ მისგან შვილი, რომელსაც არ ნახულობს მამამისი, შეიძლება იყო ნაყოფის მოწყვეტა, ესეთი რაღაცაც. ან შეიძლება თქვენ შეგექმნათ შემდეგ შვილის ყოლის უფლება, იმიტომ რომ თქვენი მთელი ემოცია, ენერგია იყო, რომ ამ კაცის გაგინდოდათ შვილი და შეიძლება რაღაც პრობლემები იყო ამასთან დაკავშირებით. მაგრამ მათ ყავთ შვილი. და ეს კაცი წაყვანილი არის, როგორი ენერგიით ჩემოკარგებო, იცი? აი პირდაპირ ვიტყვი, ეშმაკური მაგიის ენერგიით, რას გულისხმობ? რაღაცა მაგია ჩართო, რაღაცა, რასაც ვიძახით ჩადოს. ხო? აი რაღაც ესეთი ენერგიები ჩართო ამ ქალმა, რომ ეს ყველაფერი მიიღო და მიიღო, ნამდვილად მიიღო ეს ყველაფერი. ნამდვილად მიიღო ეს ყველაფერი, ძალიან ჩაებღაუჭა ამ ყველაფერს და ასე ვთქვათ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს შედეგი ჰქონდა, მან კიდევ არაერთხელ მიმართა მაგიას, იმიტომ რომ დაიჭირა ეს სიტუაცია და ქონოდა ეს სიტუაცია. ეხლა რა ინფორმაციას მოუდის? ეს ინფორმაცია მოდის თქვენზე. როგორც ვთქვი, რომ თქვენ გაქვთ ოჯახიც, თქვენ გაქვთ კარიერაც და მე მინდა თქვენ სამყაროზე ვთქვა, აი რამდენადაც უკიდურესად სიბნელი აქვს ამ მამაკაც სულში, რამდენადაც ცუდად არის, იმდენად თქვენ შეძელით, რომ
აი სიფერადე იყოს, მზე იყოს, სითბო იყოს, სიყვარული იყოს. მიუხედავად ამ ხელად ტკივილისა, თქვენში აი რატო ამუშავდა ეს კარმა და ბუმერანგი თქვენთან დაკავშირებით, ხო? აი რატო მოხდა ეს? იმიტომ რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, თქვენში არის დიდი მზე, დიდი სიყვარული, დიდი სითბო და თქვენ კარი არ ჩაუკეტეთ, ასე ვთქვათ, სიკეთეს თქვენს გულში, პირიქით, გახსენით ეს, უფრო მეტი სიყვარული გაიცით, უფრო მეტი სითბო გაიცით და არის რაღაცა ძალიან ბევრი დადებითი ენერგეტიკული თვისება თქვენში, რასაც აფასებს სამყარო თქვენდამი. ასევე ჩანს თქვენთან დაკავშირებით, რომ ეს მიღწევები, რაც გაქვთ, ჯერ კიდე არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რასაც უნდა მიაღწიოთ თქვენს ცხოვრებაში. აი, ჯერ კულმინაცია არ მოსულა თქვენს ცხოვრებაში და ეს კულმინაცია იქნება და დადგება. კარგით, ეხლა ვნახოთ, რაც თავიდან ვთქვი, რა ხდება მათ ცხოვრებაში, როგორც აღნიშნა, ისინი არიან ამ წუთისთვის ერთად, ითვლებიან კიდევ ერთ ოჯახად, მაგრამ ჩართულია ბუმერანგი და ძალიან მალე თქვენ შეიტყობთ, როგორც ჭორი, აი როგორც ჭორი ისე მოვა, არა, შეიძლება არ მოვიდეს ესე პირდაპირ, ნახე, ვიღაცა არ მოვიდეს სპეციალურად ამ ამბის სათქმელად, მაგრამ ესო, ნახე, თქვენი ცხოვრება არისო და სამყარო ისე მოახერხებს, რომ მათი ამბავი რაღაცნაირად მოვა თქვენთან. ვითომ და შემთხვევით, მაგრამ მოვა. აი ვიღაცის ჭორის სახით რა ვიღაცა რაღაცნაირად მოდის ეს ამბავი თქვენ უყურებთ თქვენი ცხოვრება გაქვთ კი ეს ამბავი როგორც თქვი არ კვდება თქვენში სულ გახსოვთ მაგრამ თქვენ არ ინტერესდებით ხო ხვდებით თქვენი ცხოვრება გაქვთ წავიდა დამთავრდა და დასვით წერტილი და გაგრძელეთ თქვენი ცხოვრება რთულად თუ მარტივად მაგრამ ეს ამბავი მაინც მოვა თქვენთან რომ ისინი ერთად აღარ იქნებიან აი ჩემო კარგებო აი მე მინდა გაჩვენოთ აი ეს ამბავი ნამდვილად მოვა თქვენთან რომ ისინი ერთად აღარ იქნებიან რაც ამდენი იწვალა რაც ამდენი ეჭირა ასე ვთქვათ მაგიის საშუალებით მოხდება ისე რომ ჩამოინგრება ჩამოიშლება და ისინი ერთად ვერ იქნებიან დასანანია რომ ეს კაცი რაღაცნაირად მსხვერპლი აღმოჩნდა ამ ყველაფრის და დასანანია ის რომ მან ვერ იპოვა ეს სულიერი სიმშვიდე შინაგანი წონასწორობა და აქ არ ჩანს რამდენად შეძლებს ამ მდგომარეობიდან გამოსვლა თქვენ კი გისურვებთ წარმატებას ძალიან დადებით პიროვნებად ამოხვედით და გააგრძელეთ ესეთი მზიანი ცხოვრება. გამოიწერეთ არხი, მე კი გემშვიდობებით დიდი სიყვარულით თქვენი ნათია შაი.